მოგესალმებით საქართველოს თქვენ უყურებთ კურიერს 8 საათზე. დუბაიში მიმდინარე მსოფლიო მთავრობათა სამიტი დღეს სრულდება. ფორუმის ფარგლებში ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ორმხრივ შეხვედრებს გაანაგრძობს. უკვე შედგა საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი შეხვედრა რამდენიმე ქვეყნის პირველ პირთან, ასევე გავლენიანი ფინანსური და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ირაკლი კობახიძე მსოფლიო მთავრობათა სამიტის მონაწილეებს მისი გახსნის დღეს ტრიბუნიდან მიმართა. მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატშიც. მთავარი აქცენტები შუა დერეფნის როლი, ინვესტიციები და საქართველოში სწრაფი ეკონომიკური ზრდა იყო. შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს უმასპინძლა. საქართველოს საელჩოში თამარ ტალიაშვილთან გამართულ შეხვედრაზე დაგეგმარების პოლიტიკის უფროსი მრჩეველი და მისი სპეციალური თანაშემწე იმყოფებოდნენ. შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით ქართულმა მხარემ კვლავ გამოხატა შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვის მზაობა და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის განახლების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. დიპლომატიური მისიის ცნობითვე შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს როგორც რეგიონული დამაკავშირებლის როლს და შუა დერეფნის სატრანსპორტო პოტენციალს. ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილური განვითარების მნიშვნელობას. შეხვედრაზე იმყოფებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიაც. ლატვიის პრემიერისა და ესტონეთის პრეზიდენტის ინიციატივას რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ ფეხმიანებიან თბილისში. ქართულოცნებაში ორმაგ სტანდარტებზე საუბრობენ. მათი განმარტებით იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირი თავად ცდილობს მოსკოვთან მოლაპარაკების წარმოებას, საქართველოს რუსეთთან ურთიერთობაში ადანაშაულებენ. შეგახსენებთ ევრონიუსის ინფორმაციით, ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ევიკა სილინიამ და ესტონეთის პრეზიდენტმა ალარ კარისმა კრემლთან კავშირის აღსადგენად ევროპის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა მოითხოვეს. რუსეთის მიმართ ახალი მიდგომის დაანონსების მიზეზად ვაშინგტონს, კიევსა და მოსკოვს შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდასთან გავლენის მოპოვებას ახალდება. ხედავთ, რომ 2026 წელს არავითარი სტანდარტი აღარ არსებობს მსოფლიოში, შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური განცხადება ისე გააკეთოს და თავს დაესხა რომელიმე ქვეყანას, რომ ამაზე პასუხის არ მოგეთხოვოს, თურმე მათ აქვთ სურვილი, რომ მოლაპარაკებებში ჩაერთონ იმ ქვეყანასთან, რომელთან ეკონომიკური ურთიერთობის გამო საქართველოს ხელისუფლებას რუსულს უწოდებენ. მაგრამ ეს ყველაფერი გასაკვირი ნამდვილად არ არის, მაშინ, როდესაც ჩვენ მოგვიწოდებდნენ, რომ სანქციები დაგვეწესებინა, მაგრამ ისევ და ისევ ბალტიისპირეთის ქვეყნები კარგად ვაჭრობენ რუსეთის ფედერაციისთან. ჩვენ ხედავთ, რომ ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების ლიდერები ერთმანეთს ასწრებენ, ისაუბრონ და როგორ დაათმონ ურთიერთობა რუსეთთან, როგორ შეხვდნენ პუტინს, როგორ აღიარონ რუსეთი ევროპაა და ერთმანეთზე მიყოლებით ამ ქვეყნების რიცხვი ფაქტიურად ყოველდღიურად იმატებს. და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეხლა დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, ალტერნატივა იმ შემთხვევაში, როდესაც ომთან გვაქვს საქმე. უახლოეს დღეებში გადაწყვეტს გახარიას გუნდი მიიღებენ თუ არა ისინი მონაწილეობას ორშაბათს დაგეგმილ დებატებში. როგორც ღამის კურიერის პირდაპირ ეთერში გიორგი შარიშიძემ გადამარტა 3 დღის წინ გამართულ პირველი დებატები. მათთვის მიუღებელი იყო, თუმცა არ არის გამორიცხული შემდეგ განხილვებში ჩაერთონ. ცნობილია, რომ 9 თებერვალს საჯარო დებატების მონაწილეთა შორის იქნებიან საქართველოს პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი. როდესაც არის დაანონსებული ოცნების მხრიდან დებატები და ამ დროს ჩვენ ხედავთ სატელიტური პარტიების რაღაც პარტიულ ბრეინშტორმინგს მრგვალ მაგიდასთან, უნებრივია ეს ჩვენთვის ყველა სატელიტური პარტიის წარმომადგენელი იყო თქვენი მოსაზრებით, იმიტომ რომ საკმაოდ კრიტიკული განცხადებებიც მოვისმინეთ. საკმაოდ მწვავე დისკუსია იყო გირჩთან, მაგალითად. ეს არის ოცნების გირჩი. ჩვენთვის ეს არ იყო რეალური დებატი, არც შემადგენლობით, არც თემით, არც ფორმატით, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ საბოლოოდ გვაქვს გაცხადებული უარი დებატზე. თუ იქნება განსხვავებული თემა, განსხვავებული სტუმრები. აბა სულ ერთ თემაზე ხო არ იქნება. აი პირდაპირ გეტყვით. 9 თებერვალს პირდაპირ ეთერში შემიძლია შემოთავაზება გაგიკეთოთ. 9 არის ორშაბათი, შემდეგ ორშაბათს დაგეგმილია ფასების თემაზე დებატები და როგორც ცნობილია პრემიერ-მინისტრი და ეკონომიკის მინისტრი მონაწილეობს. დანარჩენი მონაწილეები მე პირადად ნამდვილად არ ვიცი, ვიცი რომ შემოთავაზება არის თქვენთან, მიიღებს ამ შემთხვევაში გახარიას პარტია მონაწილეობას. ჩემ კითხვას უპასუხეთ ხვალზე ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ და გაცნობებთ. ფასების თემა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ეს რა თქმა უნდა იმას არ ნიშნავს, რომ მათ შორის გრანტების თემა იყო ნაკლებად მნიშვნელოვანი, მაგრამ მიზეზები ყოველ შემთხვევაში შევეცადე ამიხსნა. ნახოთ, გადაწყვეტილებას მივიღებთ. რაც გახარიელების შემთხვევაში ტრაგიკულ მოვლენასთან გვაქვს ნამდვილად საქმე. გიორგი შარაშიძემ ერთხელ თქვა, გაბედა რომ დავждები დებატებშიო და შემდეგ
ალბათ მწარე პასუხი მიიღო საკუთარი ბელადისგან, ვირთხასავით გაქცეული გახარიასგან და შემდეგ უარყვეს მისმა წევრებმა, რომ არა ჩვენ დებატებში მონაწილეობას არ ვაპირებთ. ისინი დროსა და სივრცეში არიან დაკარგულები, ჯერ ამბობენ, რომ არალეგიტიმური არისო საქართველოს პარლამენტია, შემდეგ ამ არალეგიტიმურ პარლამენტში შედიან და ამბობენ, რომ მხოლოდ და მხოლოდ მათ მიერ მიღებული 8% არის თურმე ლეგიტიმური და დანარჩენ საკითხებს გახარიელის მიერ ნათქვამი არც ერთი სიტყვა არ დაიჯერება. კანონპროექტი, რომლის დამტკიცების შემთხვევაშიც კონსტიტუციური ორგანოების არაღიარებისკენ მოწოდება სისხლის სამართლის წესი დასჯას ითვალისწინებს. საკითხის განხილვა პარლამენტში მომავალი სასესიო კვირიდან იწყება. მართლგუნდში ამბობენ, რომ კონკრეტული ფაქტების გარეშე პოლიტიკური ჯგუფების მოწოდება სახელმწიფო ინსტიტუტების არაღიარებისკენ ექსტრემიზმია და მისგან დაცვა კანონმა უნდა უზრუნველყოს. ეს არის აუცილებელი წინაპირობა იმისა, რომ დემოკრატია დავიცვათ. დემოკრატია არის ხალხის არჩევანის პატივისცემა და თუ რაღაც პატარა ჯგუფი ხალხის არჩევანს ასე ფეხქვეშ თელავს და მუდმივად ყოველდღიურ და ყოველწლიურ რეჟიმში დისკრედიტაციას უკეთებს სახელმწიფო ინსტიტუციებს და რაც თავარია მოუწოდებს ბოიკოტისკენ, ექსტრემიზმისკენ, პოლიტიკური ტერორიზმისკენ, თავისთავად ამის საწინააღმდეგოდ უნდა იყოს მიღებული შესაბამისი ზომები. ადვილად ხდება ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტების, კონსტიტუციური წყობის, კანონების, სახელმწიფო ინსტიტუციების, ასე ვთქვათ, უგულებელყოფა, თავდასხმა, რევოლუციისკენ, აჯანყებისკენ, დაუმორჩილებლობისკენ მოწოდება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ეს ითვლება, რომ არის, ასე ვთქვათ, გამოხატვის თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება და დემოკრატია. არც ერთ ევროპულ ქვეყანაში ან ჩამოყალიბებული დემოკრატიის ქვეყნებში ასეთი რამ არ არის დასაშვები. ესეთი ტიპის განცხადებებს და ქმედებებს დასავლურ ქვეყნებში აცხადებენ ან შიდა ტერორიზმად, ან საერთოდ სამართლებრივ რეაგირებას აკეთებენ ძალიან კაც სამაზე. რა ფაქტორები განაპირობებს ქვეყანაში სურსათის, მედიკამენტებისა და საწვავის არსებულ ფასებს და როგორ არის შესაძლებელი მისი დაწევა? საკითხის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისია მომავალი კვირიდან აქტიურ მუშაობას იწყებს. კომისიამ გუშინ პირველი საორგანიზაციო ხასიათის სხდომა გამართა. 14 წევრისგან შემდგარ კომისიაში 3 წევრით იმუშავებს ფრაქცია საქართველოსთვის. კომისია მომავალი კვირიდან ფასებზე დაკვირვების მიზნით სექტორის წარმომადგენლებს საკანონმდებლო ორგანოში მიიწვევს. ეს რომ ფასების პრობლემა არსებობს ქვეყანაში, ამას ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, დღესაც ვამბობთ, ფასები არის არაადეკვატურად და უსამართლოდ მაღალი. შემდეგი კვირიდან დაიწყება მუშაობა, პირველ ეტაპზე ჩვენ ჯერჯერობით პირველ ეტაპზე შევისწავლეთ უბრალოდ ბიზნესის მდგომარეობის გამოკითხვის, ასე ვთქვათ, სტადია იქნება და მერე გადავალთ უკვე ჩვენს რეკომენდაციებზე და შეთავაზებებზე. ჩვენ ვამბობთ, რომ როცა ქვეყანაში არის ეკონომიკური ზრდა, ეს ეკონომიკური ზრდა უნდა აისახებოდეს თითეული ოჯახის, თითეული მოქალაქის კეთილდღეობაზე. სწორედ ამ ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობამ მიზანშეწონილად ჩათვალა, რომ დაარეგულიროს ფასები, ეს იქნება სასურსათო პროდუქტებზე, წამლებზე და საწვავზე. საპარლამენტო კომისია იმჟელებს ყველა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და ყველაზე მნიშვნელოვანი არის რომ უახლოეს პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვან პროდუქტებზე, რომელიც ჭირდება ჩვენს მოსახლეობას, მაქსიმალურად იქნას ხელშეწყობილი ფასები დაწეული. მართა შენი ქალაქი რუსთავის მერიამ ახალგაზრდული პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტის მორგი ეტაპი დაიწყო. მისი მიზანი მუნიციპალიტეტის მუშაობაში ახალგაზრდების ჩართვა და მათი კარიერული განვითარებისთვის ხელის შეწყობა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში რუსთავის მერიაში 60-ზე მეტი რუსთაველი ახალგაზრდა უკვე დასაქმებულია. ძალიან გაზრდილია ახალგაზრდების მხრიდან დაინტერესება მუნიციპალური სერვისების შესახებ გაიგონ კიდევ უფრო მეტი, რაც გვახარებს, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ მნიშვნელოვან პროექტს მართა შენი ქალაქის მე-11 ეტაპს, რომელიც მოიცავს მუნიციპალური სერვისების შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდებას ახალგაზრდებისთვის და ასევე მათი საჭიროებების კიდევ უფრო კარგად დანახვას. მიზანი ამ პროექტში გაწევრიანების ის იყო, რომ უფრო მეტად ახლოს ყოფილიყავი იმ საჯარო სამსახურებთან, რომლებიც მოღვაწეობენ ჩვენს ქალაქში და ჩემი მიზანი ის არის, რომ რა თქმა უნდა პირველ რიგში კარიერულად განვითარდე და ამის შემდეგ კი საკუთარი მოქალაქებრივი მოვალეობა მოვიხატო. შეხვედრა 13 წლის წარმატებულ ძიუდოისტთან სალომე მერაბიშვილს, რომელმაც საქართველოს ჩემპიონატზე ძიუდოში ვერცხლის მედალი მოიპოვა, სამცხე-ჯავახეთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა
საგანგებო შეხვედრა მოუწყვეს. ადიგენის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა სპორტსმენს სიგელი, თასი და წამახალისებელი ფულადი ჯილდო გადასცეს. ადიგენის მუნიციპალიტეტში დავაჯილდოვეთ 13 წლის სალომე მერაბიშვილი, რომელმაც ცოტა ხნის წინ საქართველოს ჩემპიონატზე ძიუდოში მოიპოვა მეორე ადგილი. ჩვენ მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად გადავეცით სიგელები, ასევე იგი დაჯილდოვდება ფულადი ჯილდოთი. დავაჯილდოვეთ ჩვენი მუნიციპალიტეტის მკვიდრი სალომე მერაბიშვილი, რომელმაც საქართველოს პირველობაზე მიიღო მონაწილეობა და გახდა ვერცხლის პრიზიორი, ანუ მეორე ადგილი დაიკავა. ჩვენ ძალღონეს არ ვიშურებთ ჩვენი ახალგაზრდებისათვის, რომ იყვნენ წარმატებულები, ზუსტად ჩვენი მიმართულება და პრიორიტეტი არის ახალგაზრდების ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება რაიონში. საქართველოს ჩემპიონატში მივიღე მონაწილეობა, სადაც დავიკავე მეორე ადგილი, ჩემთვის ცოტა სევდაც იყო სიხარულიც, რადგან ცოტა ხანი ვერ ვიღებდი მედლებს, რადგან წონები შევიცვალე ძალიან მალე, ამიტომ ძალიან გამიხარდა და შევძლება მომავალში უფრო მეტი გავაკეთო და რა თქმა უნდა პირველად დავიკავო. Ასეთ იყო დღეს კურიერის პირველი გამოშვება, მე 9-მდე უნდა დაგემშვიდობოთ დროებით.